მილიონერმა აღმოაჩინა მისი დედა, რომელსაც მუხლებზე ჩამოყრილი ხო და წმენდა იატაკს თავისი ბიძაშვილის სახლში, როცა მას წრემლები ჩაკარგული ჰქონდა, მაგრამ ის ვერ წარმოიდგენდა ამ ტანჯვის უკან არსებულ სიმართლეს. როცა გაიგო, რაც მოხდა, ეს ყველას გააოცა. გიორგი ციკლაური, 35 წლის კაცი, თავისი ძვირფასი ავტომობილი ერთი კვარტალის მოშორებით დააყენა იმ მოკრძალებული სახლიდან, სადაც გაიზარდა. მისი გული ძლიერად ფეთქავდა, როცა ნაცნობ ფასადს უყურებდა და თავისი ახალგაზრდობის წლებს იხსენებდა. თითქმის 10 წელი იყო, რაც ამ ადგილს არ სტუმრებოდა მამინაცვლის ვახტანგ ბერიძის ჩრდილიდან თავის დაღწევისა და საკუთარი გზის გაყვარვის ამბიციით შეპყრობილი. მტკიცე ნაბიჯებით გიორგი კარს მიუახლოვდა. მოგონებები თავს ესხმოდა, დედამისის ნინო სიცილი, მისი საყვარელი კერძების არომატი და ვახტანგთან მუდმივი დაძაბულობა. ღრმად ჩაისუნთქა და ზარს დარეკა, მოუთმენლად ელოდა ამ მოულოდნელი ვიზიტით დედის გაოცებას. წამებიც უთებად იქცა. სახლიდან გამომავალი სიჩუმე შემაშფოთებელი იყო. გიორგიმ წარბი შეიკრა, ცუდი წინათგრძნობა დაეუფლა. კარის სახელურს მოჰკიდა ხელი და გასაოცრად, კარი წინააღმდეგობის გარეშე გაიღო. დედა დაიძახა შესვლისას. სახლში ჰაერი მძიმე იყო, ატმოსფერო, რომელიც არ ახსოვდა. ავეჯი, თუმცა ნაცნობი, თითქოს თავის ძველ ბრწყინვალებას დაკარგულიყო. სწორედ მაშინ დაინახა ის. ნინო, მისი დედა, მუხლებზე იდგა მისაღები ოთახის იატაკზე, ხალიჩაზე ლაქებს ხეხავდა. მისი თმა, ადრე კაშტანისფერი და ცოცხალი, ახლა ჭაღარით იყო სავსე. მისი ხელები, გიორგის მოგონებებში ყოველთვის რბილი, ახლა უხეში და გაწითლებული ჩანდა. დედა, რას აკეთებ? იკითხა გიორგიმ, ხმაში აშკარა შეშფოთებით. ნინომ გაკვირვებით აიხედა. მისი თვალები, ადრე სიცოცხლით სავსე, ახლა ჩამქრალი ჩანდა, გარშემორტყმული ნაოჭებით, რომლებიც გიორგის არ ახსოვდა. მარტოსული ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე, როცა მან მოკანკალი ღიმილი გამოხატა. გიორგი, ჩემო ბიჭო, რას აკეთებ აქ? უპასუხა მან, ხმა ემოციებით გაუტყდა. გიორგი მის გვერდით დაიჩოქა, ხელები თავის ხელებში ჩაიქცია. შენ სანახავად მოვედი, დედა. მაგრამ რა ხდება? რატომ ხარ ასე? ნინომ თვალი აარიდა, თავის შვილის კითხვით იმზერისგან. არაფერია, შვილო. უბრალოდ ცოტას ვასუფთავებ. იცი როგორია შენი მამინაცვალი სისუფთავესთან დაკავშირებით. მაგრამ გიორგი აღარ იყო ის გულუბრყვილო ახალგაზრდა, რომელიც წლების წინ წავიდა. მან დაინახა შიში დედის თვალებში, შეგუება მის ჩამოშვებულ მხრებში. რისხვა დაიწყო მის შიგნით დუღილი. დედა, მითხარი სიმართლე. რა ხდებოდა აქ? დაჟინებით იკითხა, მისი ხმა მტკიცე, მაგრამ ნაზი. ნინო აღარ შეეძლო რა ემოციების შეკავება, ტირილი დაიწყო. ქვითინს შორის მან დაიწყო მოყოლა, თუ როგორ შეიცვალა ვახტანგი გიორგის წასვლის შემდეგ. ის გახდა მაკონტროლებელი, მომთხოვნი, მისდამი უფრო როგორც მოსამსახურისადმი მოქცევა, ვიდრე როგორც ცოლისადმი. გიორგი უსმენდა, უბადაძაბული შეკავებული რისხვით. დედის ყოველი სიტყვა მის გულში დანასავით ჩაესობოდა. თავს დამნაშავედ გრძნობდა, რომ იქ არ იყო, არ დაიცვა ქალი, რომელმაც მას სიცოცხლე აჩუქა. ეს დღეს დასრულდება, განაცხადა გიორგიმ, ფეხზე წამოდგა. ახლავე ვესაუბრები ვახტანგს. ნინო, შეშფოთებულმა, სადა მისი შეჩერება? არა, შვილო, გთხოვ. არ მინდა პრობლემების შექმნა. მართლა კარგად ვარ. მაგრამ გიორგი აღარ უსმენდა. მტკიცე ნაბიჯებით ის კაბინეტისკენ გაემართა, სადაც იცოდა, რომ თავის მამინაცვალს იპოვიდა. კონფრონტაცია, რომელიც მოსალოდნელი იყო, სამუდამოდ შეცვლიდა მათი ცხოვრების მიმდინარეობას. დერეფანში სიარულისას, გიორგი ფიქრობდა იმაზე, თუ რამდენად შეცვალა მისმა ცხოვრებამ მიმართულება. იმ ახალგაზრდიდან მოცნებებითა და წყენით სავსე ის გახდა ძლიერი კაცი, სიმდიდრის მფლობელი, რომელიც მისი ოჯახისთვის წარმოუდგენელი იყო. მაგრამ ამ მომენტში მთელი მისი სიმდიდრე უმნიშვნელო ჩანდა დედის ტკივილის წინაშე. კაბინეტის კართან მისვლისას, გიორგი ღრმად ჩაისუნთქა. იცოდა, რომ ის რასაც აპირებდა, არა მხოლოდ ვახტანგთან მის ურთიერთობას შეცვლიდა, არამედ გაამჟღავნებდა სიმართლეს, რომელიც წლების განმავლობაში დამალული ჰქონდა. გადაწყვეტილებით, მან კარის სახელური მოატრიალა, მზად იყო შეხვედროდა კაცს, რომელმაც მის დედას ატანჯვინა. გიორგიმ კაბინეტის კარი უხეში მოძრაობით გააღო. ვახტანგ ბერიძე, 60 წლის კაცი ჭაღარა თმითა და მძიმე აღნაგობით, თავს აწევდა დოკუმენტებიდან, რომლებსაც ამოწმებდა.
მისი გაოცებული გამომეტყველება სწრაფად შეიცვალა ზიზღით, როდესაც მან თავისი გერი იცნო. აჰა. შეხედეთ, ვინ გადაწყვიტა ჩვენი პატივისცემა თავისი დასწრებით ამდენი წლის შემდეგ, თქვა ვახტანგმა სარკაზმით, ტყავის სავარძელში გადაცვა. გიორგიმ კარი თავის უკან დახურა, ზერა მიაპყრო კაცს, რომელსაც ერთ დროს მამის ფიგურად თვლიდა. ვახტანგ, დაიწყო მან მისი ხმა დაძაბული შეკავებული რისხვით, ჩვენ უნდა ვისაუბროთ. ვახტანგმა მშრალი სიცილი გამოსცა. ახლა გინდა საუბარი. წლების შემდეგ ერთი ზარის გარეშეც კი. რა ყურადღებიანი ხარ? არ ვარ აქ წარსულზე სალაპარაკოდ, უპასუხა გიორგიმ, მაგიდასთან მიიწია. აქ ჩემი დედის გამო ვარ. როგორ ბედავ ასე მოექცე მას? ვახტანგის გამომეტყველება გამკაცრდა. რაზე ჯანდაბაზე ლაპარაკობ? შენი დედა სრულიად კარგად არის. სრულიად კარგად, გიორგიმ მაგიდაზე ხელისკულებით დაარტყა, ვახტანგისკენ გადაიხარა. მუხლებზე ვიპოვე, ტირო და სუფთავებისას. ასე ექცევი შენს ცოლს? ვახტანგი წამოდგა, გიორგის პირისპირ დაუდგა. კარგად მომისმინე, ბიჭო. ის, რაც ამ სახლში ხდება, შენი საქმე არ არის. უარი თქვი ნებისმიერ უფლებაზე, გამოთქვა აზრი, როდესაც უკან მოუხედავად წახვედი. შეცდომაში ხარ, უპასუხა გიორგიმ, მისი ხმა საშიშად დაბალი. ჩემი დედა ყოველთვის იქნება ჩემი საქმე. და არ დაუშვებ, რომ გააგრძელო მისი შეურაცხყოფა. შეურაცხყოფა? ვახტანგმა მწარე სიცილი გამოსცა. შენს დედას აქვს თავზე ჭერი, საკვები თეფშზე. იცი, რა მომიწია გაკეთება ამ სახლის შესანარჩუნებლად. მაშინ, როცა შენ წახვედი შენი ოცნებების გასაკიდებლად, მე აქ დავრჩი, ვუვლიდ იმას. გიორგი მიგრძნო, რომ სისხლი უდუღდა. უვლიდ იმას. ასე ეძახი მის პირად მოსამსახურედ გადაქცევას. ვახტანგმა მუქარის შემცველი ნაბიჯი გადადგა გიორგისკენ. ფრთხილად იყავი, რას ამბობ, ბიჭო? არ გაქვს წარმოდგენა, როგორი იყო ჩვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც წახვედი. გგონია ადვილი იყო? დრო მძიმე იყო და ყველამ უნდა შევასრულოთ ჩვენი წილი. და შენი წილი არის მისი შეურაცხყოფა? კონტრშეტევა მიიტანა გიორგიმ. არა, ვახტანგ. ეს დღეს სრულდება. მინდა, რომ შენი ჩემოდნები ჩაალაგო და ამ სახლიდან წახვიდე. ვახტანგმა ურწმუნოდ შეხედა. რაც არ მოგიდგენია. ეს ჩემი სახლია. ვერ გამაგდებ. გიორგიმ მობილური ტელეფონი ამოიღო. შემიძლია და გავაკეთებ. თუ კარგით არ წახვალ პოლიციას და ურეკავ. მაქვს რესურსები, რომ დავრწმუნდე, რომ არასოდეს აღარ მივახლოვდები ჩემს დედას. რესურსების ხსენებამ ვახტანგს თვალები შეავიწროვა ეჭვით. რესურსები? რაზე ლაპარაკობ? გიორგიმ მიხვდა, რომ იმაზე მეტი თქვა, ვიდრე აპირებდა, მაგრამ უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. საქმეები შეიცვალა, ვახტანგ. აღარ ვარ ის ბიჭი, რომელიც წლების წინ წავიდა. მაქვს საშუალებები, რომ ჩემს დედას მივხედო და ზუსტად ამას ვაპირებ გაკეთებას. ვახტანგმა შეათვალიერა ის ზევიდან ქვევით, პირველად შეამჩნია ძვირადღირებული კოსტიუმი და ძვირფასი საათი, რომელიც გიორგის ეკეთა. გამდიდრდი? კითხა გაოცებისა და სიხარბის ნაზავით. ეს ახლა მნიშვნელოვანი არ არის, უპასუხა გიორგიმ, კითხვას თავი არიდა. ის, რაც მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ჩემს დედას აღარ სჭირდება შენზე დამოკიდებულება. ასე რომ უკანასკნელად გთხოვ, წადი. ვახტანგი ერთი წუთით თითქოს თავის ვარიანტებს განიხილავდა. შემდეგ ბოროტი ღიმილი გამოისახა მის სახეზე. და რა სიტყვის შენი დედა, როდესაც გაიგებს, რომ მისმა საყვარელმა შვილმა ყველა ეს წელი ატყუებდა? რომ სანამ ის აქ იტანჯებოდა, შენ ფულში ცურაოდი? გიორგიმ კუჭში კვანძი იგრძნო. არ გაუთვალისწინებია, როგორ იმოქმედებდა მის დედაზე სიმართლის გაგება. ეს ჩემსა და დედაჩემს შორის არის. შენ აღარ ხარ ამ ოჯახის ნაწილი. ოჰ, მაგრამ ნაწილი ვარ, უპასუხა ვახტანგმა ბოროტებით. მისი ქმარი ვარ, გახსოვს? კანონიერად იმდენივე უფლება მაქვს აქ ვიყო, რამდენიც მას. გიორგიმ მუშტები შეკრა, ვახტანგის დარტყმის სურვილს ებრძოდა. ეს შეიძლება მოგვარდეს. გაფრთხილებ ვახტანგ, ნუ შემაფასებ ნაკლებად. მაქვს საშუალებები, რომ შენი ცხოვრება ძალიან რთული გავხადო, თუ გადაწყვეტ დარჩენას. ოთახში დაძაბულობა ხელშესახები იყო. ორივე კაცი ერთმანეთს ფიქსირებულად უყურებდა, არც ერთი არ იყო მზად დათმობისთვის. სწორედ მაშინ კარი ნაზად გაიღო და ნინო შევიდა კაბინეტში.
რა ხდება აქ? იკითხა მან მისი ხმა კანკალებდა შიშისა და შეშფოთების გამო. გიორგი და ვახტანგი მისკენ შემოbrunდნენ, გაოცებულები მისივე ცარი გამოჩენით. სიჩუმე, რომელიც მოჰყვა, დატვირთული იყო გაუთქმელი სიმართლითა და საიდუმლოებებით, რომლებიც მალე გამჟღავნდებოდა. კონფრონტაცია კრიტიკულ წერტილს მიაღწია და გადაწყვეტილებები, რომლებიც მომდევნო წუთებში მიიღებოდა, სამუდამოდ შეცვლიდა მათი ცხოვრების მიმდინარეობას. ნინომ მონაცვლეობით შეხედა თავის შვილსა და ქმარს, დაბნეულობა და შიში აშკარად ჩანდა მის სახეზე. გიორგი, ვახტანგ, რა ხდება? გავიგონე თქვენი კამათი. გიორგიმ ნაბიჯი გადადგა დედისკენ, მისი გამომეტყველება დარბილდა, დედა აღარ გიწევს ასე ცხოვრება. მოვედი, რომ წაგიყვანო ჩემთან. ვახტანგმა მწარე სიცილი გამოსცა. წაგიყვანოს? და სად, თუ შეიძლება ვიცოდე? სტუდენტურ ბინაში. ნინო, გაოცებულმა, თავის შვილს შეხედა. გიორგი, შვილო, რაზე ლაპარაკობს? გიორგიმ ღრმად ჩაისუნთქა, მიხვდა, რომ დადგა სიმართლის დრო. დედა, არის რაღაც, რაც უნდა გითხრა. ეს წლები, რაც გარეთ ვიყავი. საქმეები კარგად მიდიოდა. ძალიან კარგად, სინამდვილეში. რას გულისხმობ? იკითხა ნინომ, მისი ხმა ძლივს ისმოდა. შენი შვილი გამდიდრდა, ნინო, ჩაერია ვახტანგი ზიზღით. მაშინ, როცა შენ მასზე წუხდი, ფიქრობდი, რომ ის სიღარიბეში იქნებოდა, აღმოჩნდა, რომ ფულში ბანაობდა. ნინომ გიორგის შეხედა, თვალებში დადასტურებას ეძებდა. გიორგიმ ნელა დაუქნია თავი. მართალია, დედა. ჩემს ბიზნესში წარმატებული ვარ. უფრო მეტად ვიდრე წარმომედგინა. რატომ არ მითხარი? კითხა ნინომ, მისი ხმა გატყდა. ყველა ის დრო, როცა გირეკავდი, წუხდი. გიორგი მასთან მივიდა, მისი ხელები თავის ხელებში ჩაიქცია. წუხვარ, დედა. მინდოდა მეთქვა, მაგრამ ყოველთვის როცა ვსაუბრობდით, მეუბნებოდი, რამდენად ამაყობდი, რომ ჩემი ოცნებებისთვის ვიბრძოდი. არ მინდოდა გეფიქრა, რომ ფულმა შემცვალა. ვახტანგი კვლავ ჩაერია, მისი ხმა სავსე იყო წყენით. და ახლა რა, გიორგი? მოდიხარ შენი სიმდიდრის საჩვენებლად. დედა შენის წასაყვანად, თითქოს ტროფეა. გიორგი მისკენ შემოbrunდა, მისი მზერა გამკაცდა. მოვდივარ იმის უზრუნველსაყოფად, რომ დედა ჩემმა ჰქონდეს ცხოვრება, რომელსაც იმსახურებს. ცხოვრება შეურაცხყოფისა და დამცირების გარეშე. ნინომ, რომელიც ჯერ კიდევ გამჟღავნებას ამუშავებდა, ვახტანგს შეხედა. მართალია, რასაც გიორგი ამბობს. შეურაცხყოფას მაყენებდი? ვახტანგი წუთიერად დაიბნა. ნინო, არ შეგიძლია ამის დაჯერება. გაგვივლია რთული დროები, მართალია, მაგრამ ყოველთვის საუკეთესოს ვაკეთებდი ჩვენთვის. საუკეთესოს? ჩაერია გიორგი. საუკეთესოა მისი მუხლებზე დაყენება, ტირილის უფთავებისას. საუკეთესოა მის დამი მოპყრობა, როგორც მოსამსახურისადმი ცოლის ნაცვლად. ნინომ თვალები დახუჭა, ჩუმი ცრემლები მის ლოხებზე ჩამოგორდა. როდესაც გახსნა, იქ იყო გადაწყვეტილება, რომელიც გიორგის წლების განმავლობაში არ უნახავს. ვახტანგ, მგონი. მგონი გვჭირდება დრო განცალკევებისთვის. ვახტანგმა ურწმუნოდ შეხედა. რას ამბობ? ეს ჩვენი სახლია, ჩვენი კერა. აღარ, თქვა გიორგიმ მტკიცედ. დედა ჩემთან წამოვა. შენ შეგიძლია დარჩე აქ ჯერჯერობით, მაგრამ გაფრთხილებ, ვახტანგ, თუ რამეს ცდი. მე მუქრები, დაიღრინა ვახტანგმა, გაფრთხილებ, შეასწორა გიორგიმ. მაქვს საშუალებები, რომ ჩემი დედა დაცული იყოს. არ დაგავიწყდეს. ნინო ჯერ კიდევ გიორგის ხელებს ჩაბღაუჭებული, თავის ქმარს შეხედა. წუხვარ, ვახტანგ. მაგრამ მგონია, რომ ეს საუკეთესოა. ჭირდება დრო ფიქრისთვის იმის გასაგებად, რა მოხდა ჩვენს ცხოვრებაში. ვახტანგმა ორივეს შეხედა, რისხვა და წყენა აშკარად ჩანდა მის სახეზე. კარგი, ბოლოს ამოისუნთქა. წადით. მაგრამ ეს არ დასრულებულა, გიორგი. ნუ იფიქრებ, რომ შენი ფული ყველაფრისგან დაგიცავს. გიორგი მფარული მუქარა უგულებელყო და დედისკენ მიბრუნდა. წავიდეთ, დედა. აიღე, რაც გჭირდება. ახლავე მივდივართ. ნინომ დაუქნია თავი, ჯერ კიდევ გაოგნებული მოვლენებით. ის კაბინეტიდან გავიდა, რომ თავისი ნივთები აეღო. გიორგი და ვახტანგი კიდევ ერთხელ მარტო დარჩნენ. ასე არ დარჩება, ჩაიბურტყუნა ვახტანგმა, თვალები ბოროტად მოჭუტული. გიორგი მას მიაშტერა. შენი გულისთვის იმედი მაქვს, რომ ასე იქნება.
ნუ შემაფასებ ნაკლებად ვახტანგ. აღარ ვარ ის ბიჭი, რომელიც წლების წინ წავიდა. ამ სიტყვებით გიორგი კაბინეტიდან გავიდა, რომ დედას დახმარებოდა. რამდენიმე წუთში მათ შეაგროვეს ნინოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთები და მზად იყვნენ წასასვლელად. როდესაც ჩემოდნებს გიორგის მდიდრულ მანქანაში ტვირთავდნენ, ნინომ ვერ შეძლო უკან არ მიეხედა სახლისკენ, რომელიც ამდენი წელი მისი სახლი იყო. ემოციების ნაზავი გადაუარა სახეზე, სევდა, შვება და ცოტაოდენი მოლოდინი იმისა, რაც წინ ელოდა. მზად ხარ? ნაზად ჰკითხა გიორგიმ. ნინომ დაუქნია თავი, ღრმად ჩაისუნთქა. დიახ, შვილო. მზად ვარ. როდესაც მანქანა დაშორდა, ვახტანგი მათ ფანჯრიდან უყურებდა, მისი სახე რისხვისა და წყენის ნიღაბი იყო. მან ჩუმად დაიფიცა, რომ ეს არ იქნებოდა დასასრული, არამედ მხოლოდ მისი შურისძიების დასაწყისი. მანქანით მგზავრობა ჩუმი იყო. ნინო ფანჯარას გაჰყურებდა, თავის ფიქრებში ჩაძირული, ხოლო გიორგი მართავდა, პერიოდულად შეშფოთებულ მზერას აგდებდა დედისკენ. ბოლოს, თითქმის 1 საათის მგზავრობის შემდეგ, ისინი თბილისის გარეუბანში მივიდნენ, სადაც უზარმაზარი სასახლე იდგა, გარშემორტყმული ხასხასა ბაღებით. ნინომ გაოცებისგან ამოისუნთქა. გიორგი, აქ ცხოვრობ. გიორგი მორცხვად გაიღიმა, როდესაც მანქანა გააჩერა. დიახ, დედა. მოგესალმები შენს ახალ სახლში. ისინი მანქანიდან ჩამოვიდნენ და გიორგიმ დედამ მთავარი შესასვლელისკენ წაიყვანა. კარები გაიღო და გამოაჩინა მდიდრული ინტერიერი, გაპრიალებული მარმარილოთი, ბროლის ჭაღებითა და კედლებზე ხელოვნების ნიმუშებით. ეს შესანიშნავია, ჩაიბურტყუნა ნინომ, მისი თვალები ყველა დეტალს ათვალიერებდა. როგორ? გიორგი, რას აკეთებდი ყველა ამ წლის განმავლობაში? გიორგიმ დედის ხელები აიღო და მისაღებ ოთახში მყუდრო დივანთან წაიყვანა. ეს გრძელი ისტორიაა, დედა. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ახლა აქ ხარ და იქნები დაცული და მყუდროდ. ნინომ შეხედა თავის შვილს სიამაყისა და დაბნეულობის ნაზავი თვალებში. მომიყევი ყველაფერი, შვილო. მინდა ვიცოდე, როგორ გახდი ახალგაზრდა ოცნებებით. ეს. გიორგიმ დაუქნია თავი, იცოდა, რომ დედას სრული სიმართლე ეკუთვნოდა. ყველაფერი დაიწყო ცოტა ხნის შემდეგ, რაც სახლიდან წავედი. მომდევნო საათების განმავლობაში გიორგიმ თავისი ისტორია მოყვა. ილაპარაკა თავის პირველ სამუშაოებზე, როგორ აღმოაჩინა შესაძლებლობა ტექნოლოგიურ ბაზარზე და როგორ გარისკა ყველაფერი საკუთარი სტარტაპის შესაქმნელად. აღწერა მძიმე შრომის წლები, უძილო ღამეები, წარუმატებლობები და ბოლოს გამანადგურებელი წარმატება, რომელიც თითქმის ერთ ღამეში მოვიდა. რატომ არ მითხარი? კითხა ნინომ, თვალებში ცრემლებით. ყველა ეს წელი შენზე ვღელავდი. გიორგიმ თავი დახარა, შერცხვენილმა, წუხვარ დედა. თავიდან არ მინდოდა იმედები მომეცა შენთვის, თუ წარუმატებელი ვიქნებოდი. და შემდეგ, როდესაც წარმატება მოვიდა, გრძნობდი. დანაშაულს. ვიცოდი, რომ სახლში საქმეები კარგად არ იყო, მაგრამ ყოველთვის, როცა ვცდილობდი ამაზე ლაპარაკს, შენ ჟინიანობდი, რომ ყველაფერი კარგად იყო. არ ვიცოდი, როგორ მეთქვა შენთვის სიმართლე ისე, რომ არ ჩანდეს, თითქოს ვტრაბახობდი. ნინომ შვილის ლოყა მოეფერა. ო, გიორგი. ყოველთვის ასეთი ყურადღებიანი იყავი. მაგრამ არ უნდა ატარო ეს ტვირთი მარტო. ვიცი, დედა. დაგპირდები, რომ ახლიდან აღარ იქნება საიდუმლოებები ჩვენს შორის. ამ მომენტში საშუალო ასაკის ქალი შევიდა ოთახში. ბატონო გიორგი, ვახშამი მზად არის. გიორგიმ გაიღიმა. გმადლობ, თამარ. დედა, ეს არის თამარა, სახლის მმართველი. თამარა, ეს არის დედა ჩემი, ნინო. ის ჩვენთან იცხოვრებს ახლიდან. თამარამ თბილად გაიღიმა. სასიამოვნოა გაცნობა, ქალბატონო ნინო. მოგესალმებით თქვენს ახალ სახლში. ნინო ჯერ კიდევ ყველაფრით გაოგნებული, რაც ხდებოდა, მხოლოდ მორცხვი ღიმილით დაუქნია თავი. როდესაც ისინი ელეგანტურ სასადილო ოთახში ვახშმობდნენ, ნინომ ვერ შეძლო არ შეემჩნია, რამდენად შეიცვალა მისი შვილი. ის აღარ იყო იმპულსური ახალგაზრდა, რომელიც წლების წინ წავიდა სახლიდან, არამედ თავდაჯერებული და წარმატებული კაცი. თუმცა ამ ახალი ფასადის ქვეშ მას ჯერ კიდევ შეეძლო დაენახა ბავშვი, რომელიც გაზარდა თავისი კეთილი გულით და მათი დაცვის სურვილით, ვისაც უყვარდა. გიორგი, თქვა ნინომ გბილად, ძალიან ვამაყობ შენით. არა შენი წარმატებით ან შენი ფულით, არამედ იმ კაცით, რომელიც გახდი. გიორგი მიგრძნო, რომ ყელში კვანძი უჩნდებოდა. გმადლობ, დედა.
ყველაფერი რაც გავაკეთე, შენზე ფიქრით გავაკეთე, რომ მიმეცა შენთვის ცხოვრება, რომელსაც იმსახურებ. ნინომ შვილის ხელი აიღო. ერთადერთი რაც ყოველთვის მინდოდა არის რომ ბედნიერი იყო, შვილო. და ახლა როცა ისევ ერთად ვართ, გრძნობ რომ ბოლოს და ბოლოს შემიძლია მშვიდად სულ თქვა. როდესაც ვახშამი დასრულდა, გიორგიმ ვერ შეძლო არ ეფიქრა ვახტანგზე და ფარულ მუქარაზე, რომელიც მან გააკეთა. იცოდა რომ მისი მამინაცვალი ასე ადვილად არ დანებდებოდა და მას მოუწევდა მზად ყოფილიყო იმისთვის, რაც შეიძლება მომხდარიყო. მაგრამ ახლა, როდესაც ხედავდა დედას გულწრფელად გაღიმებულს პირველად წლების განმავლობაში, გადაწყვიტა რომ ისიამოვნებდა მომენტით. ხვალინდელი დღე მოიტანდა საკუთარ გამოწვევებს, მაგრამ ამ საღამოს, ბოლოს და ბოლოს, სახლში იყვნენ. მომდევნო დღეები ნინოსთვის აქტივობების ქარიშხალი იყო. გიორგი დარწმუნდა რომ მას ჰქონდა ყველაფერი, რაც სჭირდებოდა, დაწყებული ახალი გარდერობიდან დამთავრებული საკუთარი სვიტით სასახლეში. ნინო, მოკრძალებულ ცხოვრებას მიჩვეული, თავს გაოგნებულად გრძნობდა მის გარშემო არსებული ფუფუნებით. ერთ დილას, როდესაც ისინი ტერასაზე საუზმობდნენ ბაღის ხედით, ნინომ შეამჩნია, რომ გიორგი შეშფოთებული ჩანდა. რა ხდება, შვილო? კითხა მან, ხელი მის ხელზე დაადო. გიორგიმ ამოიოხრა, საკუთარ თავში ებრძოდა, გაეზიარებინა თუ არა თავისი შეშფოთება თუ დაეცვა დედა. საბოლოოდ, გადაწყვიტა გულწრფელი ყოფილიყო. ვახტანგის გამო ვღელავ, დედა. არ მგონია, რომ ის გულხელდაკრეფილი დაჯდება. ნინომ წარბი შეიკრა. გგონია, რომ რამეს ცდის. არ ვიცი, მაგრამ მირჩევნია მზად ვიყო. დამატებითი უსაფრთხოება დავიქირავე და ჩემი ადვოკატები შემაკავებელ ორდერზე მუშაობენ, უბრალოდ სიფრთხილისთვის. ნინომ თავი დაუქნია მადლიერი შვილის წინ დახედულობისთვის, მაგრამ ვერ შეძლო დანაშაულის გრძნობის თავიდან არიდება. გიორგი, ფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი, ასე რომ წამოვედი? იქნებ უნდა მელაპარაკა მასთან, ამეხსნა. გიორგიმ დედის ხელები თავის ხელებში ჩაიქცია, დედა, არაფრის ახსნა არ გჭირდება. ვახტანგმა წლების განმავლობაში შეურაცხყო. იმსახურებ მშვიდობასა და ბედნიერებას. სანამ ნინო უპასუხებდა, თამარა მიუახლოვდა კონვერტით ხელში. ბატონო გიორგი, ეს ახლახან მოვიდა თქვენთვის. მაცნემ დაჟინებით თქვა, რომ გადაუდებელი იყო. გიორგიმ კონვერტი აიღო და სიფრთხილით გახსნა. როდესაც შინაარსს კითხულობდა, მისი სახე ჩაბნელდა. რა არის, შვილო? იკითხა ნინომ, შეშფოთებულმა. გიორგიმ ერთი წუთით ყოყმანი გამოხატა, სანამ უპასუხებდა. ეს უწყებაა. ვახტანგის სახლის საკუთრებას და მნიშვნელოვან ფინანსურ კომპენსაციას ითხოვს. ნინომ ხელი პირზე აიფარა შეძრწუნებულმა. როგორ შეუძლია ამის გაკეთება? ის სახლი. მამა შენის იყო, ვიცი, დაასრულა გიორგიმ, ნუ ღელავ, დედა. ჩემი ადვოკატები მიხედავენ ამას. ვახტანგს არანაირი კანონიერი უფლება არ აქვს ამ ქონებაზე. მაგრამ ნინო არ ჩანდა დარწმუნებული. არის რაღაც, რაც არ იცი, გიორგი. რაღაც, რაც წლების წინ მოხდა, ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც წახვედი. გიორგიმ დედას დაინტერესებით შეხედა, რა დედა? ნინომ ღრმად ჩაისუნთქა, სანამ გააგრძელებდა. იყო დრო, როდესაც საქმეები ფინანსურად ძალიან ცუდად იყო. ვახტანგმა შემოგთავაზა, რომ სახლი გაგვეყიდა ვალების გასასტუმრებლად. ნე. მე ხელი მოვაწერე რაღაც ქაღალდებს. დარწმუნებული არ ვარ, ზუსტად რა იყო, მაგრამ ვახტანგმა დამარწმუნა, რომ ეს საუკეთესო იყო ჩვენთვის. გიორგი იგრძნო, რომ რისხვა იზრდებოდა მასში. ხელი მოგაწერინა ქაღალდებზე ისე, რომ არ აგიხსნა, რა იყო. დედა, ეს თაღლითობაა. არ ვიცი, შვილო. იმ მომენტში მას ვენდობოდი. ჯეროდა, რომ სწორს აკეთებდა ჩვენთვის. გიორგი ფეხზე წამოდგა, მისი გონება სრული სიჩქარით მუშაობდა. რამდენიმე ზარი უნდა გავაკეთო. ნუ ღელავ, დედა. ამას მოვაგვარებთ. როდესაც გიორგი გაშორდა, რომ თავის ადვოკატებს დალაპარაკებოდა, ნინომ თავი ვერ შეიკავა, რომ არ ეგრძნო, რომ წარსული, რომლის მიტოვებაც სურდა, ბრუნდებოდა, რომ დევნოდა მას. დანაშაული და შიში ერეოდა მის გულში, ეშინოდა, რომ მისი წარსული შეცდომები ახლა გავლენას მოახდენდა იმ ცხოვრებაზე, რომელიც მისმა შვილმა ააშენა. თავის ოფისში, გიორგი ტელეფონზე ცხარედ საუბრობდა. მინდა ყველა დოკუმენტი, რომელიც ამ ქონებას უკავშირდება. კონტრაქტები, საბუთები, ყველაფერი. და მინდა ზუსტად ვიცოდე, რას მოაწერა ხელი დედაჩემმა.
სანამ ელოდა, რომ მისი ადვოკატები გამოიძიებდნენ, გიორგიმ ვერ შეძლო არ ეფიქრა, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება ასე მოკლე დროში. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ მისი მთავარი საზრუნავი იყო მორიგი დიდი გარიგების დახურვა. ახლა ის ებრძოდა კაცს, რომელიც ერთ დროს მამად მიაჩნდა, ცდილობდა დაეცვა დედა და ოჯახის მემკვიდრეობა. ფანჯრიდან ბაღში გაიხედა, სადაც ნინო დაინახა ფიქრიანად მოსიარულე ყვავილებს შორის. საკუთარ თავს დაჰპირდა, რომ რაც არ უნდა დაჯდომოდა, დაიცავდა დედას და მისცემდა ბედნიერ ცხოვრებას, რომელსაც ის იმსახურებდა. მაგრამ როდესაც ნინოს მარტო სულ ფიგურას აკვირდებოდა, ვერ შეძლო არ ეფიქრა, რა სხვა საიდუმლოებები და წარსულის ჩრდილები იყო ჯერ კიდევ გამოსავლენი. მომდევნო დღეები იურიდიული აქტივობის ქარიშხალი იყო. გიორგის ადვოკატები დაუღალავად მუშაობდნენ, რომ გაერკვიათ იმ დოკუმენტების საიდუმლო, რომლებზეც ნინომ ხელი მოაწერა წლების წინ. ამასობაში დაძაბულობა სასახლეში ხელშესახები იყო. ერთ საღამოს, როდესაც გიორგი რამდენიმე დოკუმენტს ამოწმებდა თავის სამუშაო ოთახში, ნინო მორცხვად შემოვიდა. შვილო, შეგვიძლია ვისაუბროთ? კითხა მან მისი ხმა შეშფოთებით სავსე. გიორგიმ თავისი ქაღალდებიდან აიხედა და თბილად გაუღიმა დედას. რა თქმა უნდა, დედა. რა ხდება? ნინო მის წინ დაჯდა, ნერვიულად იგრეხდა ხელებს. ბევრს ვფიქრობდი ყველაფერზე, რაც მოხდა და კიდევ არის რაღაც, რაც უნდა იცოდე. გიორგი მიგრძნო, რომ გული აუჩქარდა. რა არის, დედა? ნინომ ღრმად ჩაისუნთქა, სანამ გააგრძელებდა. წლების წინ, ცოტა ხნის შემდეგ, რაც წახვედი, ვახტანგს ფინანსური პრობლემები დაეწყო. მისი ბიზნესი კარგად არ მიდიოდა და დაიწყო უფრო მეტი სმა. გიორგიმ წარბი შეკრა, მაგრამ ჩუმად დარჩა, დედას საშუალება მისცა გაეგრძელებინა. ერთ ღამეს სახლში ძალიან აღელებული დაბრუნდა. თქვა, რომ არსებობდა გზა ყველა ჩვენი პრობლემის გადასაჭრელად, მაგრამ ჩემი დახმარება სჭირდებოდა. მთხოვა, ხელი მომეწერა რაღაც დოკუმენტებზე. თქვა, რომ ეს იყო სახლის რეფინანსირებისთვის და სესხის მისაღებად. ის ქაღალდები, რომლებიც ადრე ახსენე, ჩაიბურტყუნა გიორგიმ. ნინომ თავი დაუქნია. დიახ, მაგრამ უფრო მეტია. ვახტანგმა დამარწმუნა, რომ მხოლოდ სახლს ვიყენებდით სესხის გარანტიად. მაგრამ ახლა მეშინია, რომ სინამდვილეში ქონების ნაწილი დავუთმე. გიორგი წამოდგა სკამიდან, ვერ შეძლო შეკავება თავისი იმედგაცრუების. დედა, რატომ არ მითხარი ადრე? რატომ არ დამირეკე, როდესაც ეს ხდებოდა? ცრემლები დაიწყო ღვრა ნინოს ლოყებზე. ვწუხვარ, შვილო. მრცხვენოდა. არ მინდოდა გცოდნოდა, რამდენად ცუდად იყო საქმეები. და ვახტანგმა. მან დამარწმუნა, რომ ეს საუკეთესო იყო, რომ ეს იყო ერთადერთი გზა ჩვენი სახლის გადასარჩენად. გიორგი დედის წინ დაიჩოქა, მისი ხელები თავის ხელებში ჩაიქცია. დედა არ გჭირდება ბოდიშის მოხდა. მე ვარ, ვინც უნდა ითხოვდეს პატიებას. უფრო მეტად უნდა ყოფილიყავი, უნდა მცოდნოდა, რომ რაღაც ცუდად იყო. ამ მომენტში გიორგის ტელეფონმა დარეკა. ეს იყო მისი მთავარი ადვოკატი. გიორგი, გადავხედეთ ყველა დოკუმენტს. სიტუაცია რთულია. მართლაც დედა შენმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ვახტანგს ქონების 50 სუთმობდა. კანონიერად მას აქვს უფლება მოითხოვოს თავისი ნაწილი. გიორგი იგრძნო, რომ სამყარო ინგრეოდა მის გარშემო. არაფერია, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. არის შესაძლებლობა, განაგრძო ადვოკატმა. თუ შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ნინომ ხელი მოაწერა იძულებით, ან რომ არ იყო საღიგონებით, შეგვიძლია გავასაჩივროთ დოკუმენტი. მაგრამ დაგვჭირდება მყარი მტკიცებულებები. დაკიდების შემდეგ გიორგიმ დედას შეხედა, მის თვალებში გადაწყვეტილება ბრწყინავდა. დედა, ჩვენ ვიბრძოლებთ ამის წინააღმდეგ. არ მივცემ ვახტანგს გამარჯვების საშუალებას. ნინომ სუსტად დაუქნია თავი, მაგრამ რაღაც მის გამომეტყველებაში გიორგის შეაჩერა. კიდევ არის რაღაც, არა? ნაზად ჰკითხა მან. ნინომ თვალები დახუჭა, თითქოს მისი საიდუმლოების ტვირთი ძალიან მძიმე იყო სატარებლად. დიახ, შვილო. კიდევ არის რაღაც, რაც უნდა იცოდე. გიორგი მენტალურად მოემზადა, ეშინოდა იმისა, რასაც დედა გაამჟღავნებდა. მითხარი, დედა. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ერთად გავუმკლავდებით. ნინომ თვალები გახსნა, თავის შვილს პირდაპირ შეხედა. იმ ღამეს, როცა ამ ქაღალდებზე ხელი მოვაწერე. ვახტანგი მარტო არ იყო. იქ სხვაც იყო, ვიღაც, ვინც გვაიძულა ამის გაკეთება.
გიორგიმ იგრძნო, რომ გული აუჩქარდა. ვინ იყო დედა? ის იყო შენი ბიძა დავითი. გამჟღავნებამ გიორგის მუცელში მუშტივით დაარტყა. მისი ბიძა დავითი, მისი ბიოლოგიური მამის უმცროსი ძმა, ყოველთვის შორეული ფიგურა იყო მის ცხოვრებაში. ახსოვდა, რომ ნახა ის რამდენიმე ოჯახურ შეკრებაზე, როდესაც პატარა იყო, მაგრამ მამის გარდაცვალების შემდეგ დავითი პრაქტიკულად გაქრა მათი ცხოვრებიდან. ბიძა ჩემი დავითი? რა კავშირი აქვს მას ამასთან? ნინომ ღრმად ამოისუნთქა. დავითი ყოველთვის წყენით იყო შენი მამის მიმართ. ფიქრობდა, რომ მას უარი უთხრეს ოჯახური მემკვიდრეობის თავის ნაწილზე, როდესაც შენმა ბაბუამ ყველაფერი შენს მამას დაუტოვა. როდესაც მამა შენი გარდაიცვალა, დავითმა დაინახა შესაძლებლობა, მოეთხოვა ის, რაც მიაჩნდა, რომ მას ეკუთვნოდა. გიორგიმ ხელით მასში გაიტარა, ცდილობდა გაემუშავებინა ეს ახალი ინფორმაცია. მაგრამ სახლი შენი იყო, დედა? მამამ ის შენ დაგიტოვა. დიახ, მაგრამ დავითმა იდავა, რომ რადგან ის ოჯახური მემკვიდრეობის ნაწილი იყო, მას ჰქონდა უფლება ნაწილზე. დაგვემუქრა, რომ საქმეს სასამართლოში წაიღებდა, თუ არ ვითანამშრომლებდით. ვახტანგმა ეს დაინახა, როგორც შესაძლებლობა საკუთარი თავისთვის სარგებლის მისაღებად. ასე რომ ორივემ ერთად გაიძულეს ხელი მოგეწერა, დაასკვნა გიორგი, გრძნობდა, რომ რისხვა იზრდებოდა მის შიგნით. ნინომ თავი დაუქნია, ცრემლები ისევ მოადგა თვალებს. ძალიან მწუხვარ, შვილო. უფრო ძლიერი უნდა ყოფილიყავი, უნდა მეთქვა უარი. გიორგიმ დედა მაგრად ჩაიხუტა, ცდილობდა მის დამშვიდებას. არ არის შენი ბრალი, დედა. შენ მათი მანიპულაციების მსხვერპლი იყავი. მაგრამ ახლა, როცა ვიცით ეს, შეგვიძლია ვიბრძოლოთ მათ წინააღმდეგ. ნაზად გამოეხო დედას და აიღო ტელეფონი. ახლავე დავურეკავ ჩემს ადვოკატებს. ეს ინფორმაცია ყველაფერს ცვლის. როდესაც გიორგი ცხარედ საუბრობდა ტელეფონზე, ნინო ვერ შეძლო არ ეგრძნო შვების და შიშის ნაზავი. შვება იმის გამო, რომ ბოლოს გაამჟღავნა სრული სიმართლე და შიში იმის გამო, რაც შეიძლება მომხდარიყო ახლა, როდესაც ყველა საიდუმლო გამომჟღავნდებოდა. დაკიდების შემდეგ გიორგი დედისკენ შემოbrunდა, მის თვალებში გადაწყვეტილება ბრწყინავდა. ჩემი ადვოკატები ფიქრობენ, რომ ამ ინფორმაციით შეგვიძლია არა მხოლოდ შეთანხმების გაბათილება, არამედ ბრალის წარდგენაც ვახტანგისა და დავითისთვის თაღლითობისა და იძულებისთვის. ო, გიორგი, ჩაიბურტყუნა ნინომ, დარწმუნებული ხარ, რომ გინდა ამის ასე შორს წაყვანა. ისინი ოჯახი არიან ბოლოს და ბოლოს. გიორგიმ დედის ხელები თავის ხელებში ჩაიქცია. დედა, რაც გაგიკეთეს, არ არის პატიებადი. მათ მანიპულაცია და თაღლითობა მოგიწყვეს, როდესაც ყველაზე მოწყვლადი იყავი. იმსახურებენ თავიანთი ქმედებების შედეგებს. ნინომ ნელა დაუქნია თავი, აღიარებდა სიმართლეს შვილის სიტყვებში. მართალი ხარ. უბრალოდ. არასდროს მიფიქრია, რომ საქმეები ამ წერტილამდე მივიდოდა. ვიცი, დედა. მაგრამ გპირდები, რომ შენს გვერდით ვიქნები ყოველ ნაბიჯზე. ერთად ჩვენ გავასწორებთ ამ გადახლართულ პრობლემას და დავიბრუნებთ იმას, რაც კანონიერად შენია. როდესაც დედა და შვილი ერთმანეთს ეხუტებოდნენ, ერთმანეთს ამშვიდებდნენ, ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ამ ზუსტ მომენტში, ქალაქის სხვა ნაწილში ვახტანგი და დავითი ხვდებოდნენ ერთმანეთს, თავიანთ შემდეგ სვლას გეგმავდნენ. იურიდიული ბრძოლა, რომელიც მოახლოვებული იყო, პირობას იძლეოდა, რომ სასტიკი იქნებოდა და არც ერთი მხარე არ აპირებდა ბრძოლის გარეშე დანებებას. მომდევნო დღეები იურიდიული აქტივობის ქარიშხალი იყო. გიორგის ადვოკატები დაუღალავად მუშაობდნენ, საქმეს ამზადებდნენ და მტკიცებულებებს აგროვებდნენ. ამასობაში ოჯახური დავის შესახებ ინფორმაცია გაჟონა ქალაქის სოციალურ და ბიზნეს წრეებში. ერთ დილას, როდესაც გიორგი დედასთან ერთად საუზმობდა ტერასაზე, თამარა მიუახლოვდა გაზეთით ხელში. ბატონო გიორგი, გონი უნდა ნახოთ ეს, თქვა მან, გაზეთი გადასცა შეშფოთებული გამომეტყველებით. გიორგიმ გაზეთი აიღო და მისი სახე დააჩრდილა, როდესაც წაიკითხა სათაური, ბიზნეს იმპერია საფრთხეშია, მემკვიდრე წააწყდა ოჯახურ დავას წინაპართა ქონებაზე. რა არის, შვილო, კითხა ნინო, შეამჩნია რა დაძაბულობა გიორგის სახეზე. გიორგიმ გაზეთი გადასცა. როგორც ჩანს, ვახტანგმა და დავითმა გადაწყვიტეს ამის პრესაში გატანა. ნინომ სტატია წაიკითხა, მისი სახე ყოველი სიტყვის წაკითხვაზე ფერმკრთალდებოდა. სტატია გიორგის ხატავდა როგორც უმადურ შვილს, რომელმაც მიატოვა თავისი ოჯახი წლების განმავლობაში, მხოლოდ იმისთვის, რომ დაბრუნებულიყო და მამინაცვალი თავისი სახლიდან გაეძევებინა.
ასევე მიანიშნებდნენ, რომ გიორგის სიმდიდრეს შესაძლოა ეჩვის საბაბი ჰქონოდა. ეს საშინელებაა, ჩაიბურტყუნა ნინომ. როგორ შეუძლიათ ამ რაღაცების თქმა? გიორგიმ მუშტები შეკრა, სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა. ეს მათი სტრატეგიაა, დედა. უნდათ ზეწოლა მოგვახდინონ, საზოგადოება თავიანთ მხარეს დააყენონ. ამ მომენტში გიორგის ტელეფონმა დარეკა. ეს იყო ლევანი, მისი საუკეთესო მეგობარი და ბიზნეს პარტნიორი. გიორგი, ნახე ახალი ამბები, კითხა ლევანმა, მისი ხმა შეშფოთებით სავსე. დიახ, ახლა ხან ნახე, უპასუხა გიორგიმ. რამდენად ცუდია. ლევანმა ამოიოხრა ხაზის მეორე მხარეს. საკმაოდ ცუდი. ზოგიერთი ინვესტორი ნერვიულობს. უნდათ საგანგებო შეხვედრა კომპანიის მომავლის განსახილველად. გიორგიმ თვალები დახუჭა იგრძნო სამყაროს სიმძიმე მხრებზე. მესმის. დაგეგმე შეხვედრა დღეს საღამოსთვის. იქ ვიქნები. დაკიდების შემდეგ გიორგიმ დედას შეხედა, რომელიც შეშფოთებით უყურებდა. რას ვაპირებთ, შვილო? კითხა ნინომ, მისი ხმა ძლივს ისმოდა. გიორგიმ დედის ხელები თავის ხელებში ჩაიქცია. ჩვენ ვიბრძოლებთ, დედა. არ მივცემთ საშუალებას დაგვაშინონ. სიმართლე ჩვენს მხარესაა. ამ მომენტში სახლის ტელეფონმა დარეკა. თამარამ უპასუხა და შემდეგ მიუახლოვდა მათ მძიმე გამომეტყველებით. ბატონო გიორგი, ეს თქვენი ბიძა დავითია. ამბობს, რომ გინდა თქვენთან და ქალბატონ ნინოსთან საუბარი. გიორგიმ და ნინომ ერთმანეთს გადახედეს. ეჩვის მომენტის შემდეგ გიორგიმ თავი დაუქნია. ჩართე ხმა მაღლა მოსასმენი, თამარა მიუთითა მან. დავითის ხმამ შეავსო ჰაერი, დატვირთული ყალბი თავაზიანობით, რომელმაც გიორგი დაძაბა. გიორგი, ნინო, რა კარგია თქვენთან საუბარი, დაიწყო დავითმა. იმედი მაქვს, გქონდათ შესაძლებლობა წაგეკითხათ დილის ახალი ამბები. რა გინდა, დავით? კითხა გიორგიმ, არ ცდილობდა თავისი მტრობის დამალვას. უბრალოდ გთავაზობთ გამოსავალს, უპასუხა დავითმა ტკბილი ტონით. ხედავთ, ეს შეიძლება ძალიან უსიამოვნო გახდეს, თუ გაგრძელდება. გთავაზობთ, რომ შევხვდეთ ჩვენ სამი, რა თქმა უნდა, ვახტანგთან ერთად. შეგვეძლო მეგობრულ შეთანხმებამდე მისვლა, თავიდან აგვეცილებინა მეტი. არასასურველი საჯაროობა. გიორგი აპირებდა შეთავაზების უარყოფას, როდესაც ნინომ ჟესტით შეაჩერა. როდის და სად? კითხა ნინომ, მისი ხმა გასაოცრად მტკიცე. ხვალ, შუა დღეს, ძველ რესტორანში კუსტბასთან. თქვენ გახსოვთ, არა? ჩვენ დავდიოდით იქ ძველ დროში, უპასუხა დავითმა. იქ ვიქნებით, თქვა ნინომ, სანამ გიორგი შეძლებდა პროტესტის გამოთქმას. დაკიდების შემდეგ გიორგიმ დედას ურწმუნოდ შეხედა. დედა, დარწმუნებული ხარ ამაში? ეს შეიძლება ხაფანგი იყოს. ნინომ თავი დაუქნია, ახალი გადაწყვეტილება ბრწყინავდა მის თვალებში. დროა ჩვენს მოჩვენებებს შევხვდეთ, შვილო. გარდა ამისა, მინდა თვალებში შევხედო და ზუსტად ვუთხრა, რას ვფიქრობ მათზე. გიორგიმ ვერ შეძლო არ ეგრძნო სიამაყისა და შეშფოთების ნაზავი. მისი დედა, რომელიც ამდენი ხანი მსხვერპლი იყო, ახლა მზად იყო საბრძოლველად. კარგი, დედა. ერთად წავალთ. მაგრამ ფრთხილად ვიქნებით. არ ვენდობი მათ. როდესაც ემზადებოდნენ მეორე დღის შეხვედრისთვის, გიორგიცა და ნინოც იცოდნენ, რომ ქარიშხლის თვალში შედიოდნენ. რაც ამ შეხვედრაზე მოხდებოდა, შესაძლოა სამუდამოდ შეეცვალა მათი ცხოვრება. ბრძოლა სიმართლისთვის, სამართლიანობისთვის და ოჯახური მემკვიდრეობისთვის აპირებდა თავის კულმინაციურ წერტილს მიეღწია. შეხვედრის დღეს მოღრუბლული დილა გათენდა, თითქოს წაასახავდა დაძაბულობას, რომელსაც გიორგი და ნინო გრძნობდნენ. სანამ ისინი მიემართებოდნენ რესტორნისკენ, კუსტბასთან ციჩუმე მანქანაში ხელშესახები იყო. დედა, დარწმუნებული ხარ, რომ გინდა ამის გაკეთება? კითხა გიორგიმ უკვე მე რამდენად ხელები საჭეს ჩაფრენილი. ნინომ თავი დაუქნია, მისი სახე გადაწყვეტილების ნიღაბი იყო. დიახ, შვილო. დროა ამას ბოლო მოუღოთ, ერთხელ და სამუდამოდ. რესტორანში რამდენიმე წუთით ადრე მივიდნენ. ადგილი, რომელიც ერთ დროს ბედნიერი მოგონებებით იყო სავსე, ახლა მრუმე და საშიში ჩანდა. ტერასაზე, რომელსაც ტბისკენ ხედი ჰქონდა, მათ დაინახეს ვახტანგი და დავითი უკვე მსხდომნი, ელოდნენ მათ. გიორგიმ დედას მანქანიდან გამოსვლაში დაეხმარა და ერთად გაემართნენ მაგიდისკენ. ვახტანგი და დავითი ფეხზე წამოდგნენ, როდესაც დაინახეს მათი მოახლოება, მათი სახეები ყალბი თავაზიანობისა და ძლივ შეკავებული მტრობის ნაზავი იყო.
ნინო, გიორგი, რა კარგია თქვენი ნახვა, მიესალმა დავითი, ხელი გაიწოდა. გიორგი მუგულებელყო გაწვდილი ხელი და დედას დასაჯდომად დაეხმარა, სანამ თვითონ დაჯდებოდა. გადავიდეთ საქმეზე, რა გინდათ? ვახტანგმა გაიღიმა ღიმილი, რომელიც მის თვალებამდე არ მიაღწია. ყოველთვის ასეთი პირდაპირი, გიორგი. ნუ თუ არ შეგვიძლია ჯერ ოჯახური სადილით დავტკბეთ? ეს დიდი ხანია აღარ არის ოჯახი, ვახტანგ უპასუხა ნინომ, მისი ხმა გასაოცრად მტკიცე. დავითმა ყელი ჩაიწმინდა. კარგი, თუ დაჟინებით მოითხოვთ. ჩვენ აქ ვართ, რომ შემოგთავაზოთ გარიგება. უკან ვიღებთ სარჩელსა და ყველა ბრალდებას სამართლიანი კომპენსაციის სანაცვლოდ. სამართლიანი კომპენსაცია, გაიმეორა გიორგი მურწმუნოდ. ფულს გულისხმობ? არა მხოლოდ ფულს, ჩაერია ვახტანგი. გვინდა ქონების 50, როგორც ამას ის შეთანხმება ითვალისწინებს, რომელსაც ნინომ ხელი მოაწერა, პლუს კომპენსაცია ზიანისა და ზარალისთვის. გიორგი აპირებდა აფეთქებას, როდესაც ნინომ ხელი მის მკლავზე დაადო, დაამშვიდა. სანამ გავაგრძელებთ, თქვა ნინომ, მისი ხმა მშვიდი, მაგრამ მტკიცე მინდა მიპასუხოთ ერთ კითხვაზე. როგორ შეგეძლოთ ამის გაკეთება ჩემთვის? ვახტანგ, ჩვენ წლების განმავლობაში დაქორწინებულები ვიყავით. და დავით, შენ ჩემი გარდაცვლილი ქმრის ძმა ხარ. როგორ შეგეძლოთ ჩემ წინააღმდეგ შეთქმულება ამ გზით? სიჩუმე, რომელიც მოჰყვა, ყურის წამღები იყო. ვახტანგმა და დავითმა ერთმანეთს გადახედეს, აშკარად უხერხულად. ნინო, დაიწყო ვახტანგმა, უნდა გესმოდეს. ბიზნესი ბიზნესია. არ იყო პირადი. არ იყო პირადი, შეაწყვეტინა გიორგიმ, მისი ხმა რისხვისგან კანკალებდა. მანიპულაცია მოუწყვეთ მოატყუეთ, დოკუმენტებზე ხელი მოაწერინეთ იძულებით. როგორ შეიძლება არ იყოს პირადი? დავითი წინ გადაიხარა, მისი სახე ყალბი შეშფოთების ნიღაბი. ნინო, ყოველთვის დასავით მიგულებდი. მაგრამ ის სახლი, ის მემკვიდრეობა, ოჯახური მემკვიდრეობის ნაწილი იყო. შენმა ქმარმა, ჩემმა ძმამ, ყველაფერი წამართვა. უბრალოდ ვითხოვდი იმას, რაც კანონით მეკუთვნოდა. ნინომ თავი გააქნია, აღშფოთების ცრემლები იკვრებოდა მის თვალებში. დავით, შენი ძმა გიყვარდა. თუ ანდერძში გამოგტოვა, ალბათ თავისი მიზეზები ჰქონდა. და შენ, ვახტანგ, მიუბრუნდა თავის ყოფილ ქმარს, გენდობოდი. ჩემი გული, ჩემი ცხოვრება მოგეცი. როგორ შეგეძლო ასე გიმუხტლია ჩემთვის? სიჩუმე, რომელიც მოჰყვა, დაირღვა ნაბიჯების ხმით, რომლებიც მათკენ მოდიოდა. ყველა მიბრუნდა, რომ დაენახა ჯგუფი ხალხისა, რომლებიც მათი მაგიდისკენ მიემართებოდნენ. გიორგიმ მაშინვე იცნო თავისი მთავარი ადვოკატი მათ შორის. ეს რას ნიშნავს? მოითხოვა დავითმა, ფეხზე წამოდგა. გიორგიმ პირველად გაიღიმა, რაც აქ მოვიდნენ. ეს ნიშნავს, ძვირფასო ბიძა, რომ ეს შეხვედრა ჩაიწერა და პირდაპირ ეთერში გადაიცე ჩემი ადვოკატებისთვის. ყოველი სიტყვა, რაც თქვით, ყოველი აღიარება დოკუმენტირებულია. ვერ გააკეთებდით ამას. ეს უკანონოა, დააპროტესტა ვახტანგმა, მისი სახე შოკისგან გაფითრებული. გიორგის ადვოკატი წინ წამოვიდა, მისი გამომეტყველება სერიოზული, მაგრამ გამარჯვების ბრწყინვა თვალებში. პირიქით, ბატონო ბერიძე. ჩვენ საჯარო ადგილას ვართ და ბატონმა ციკლაურმა ხელისუფლებას აცნობა ამ შეხვედრის შესახებ წინა მუქარის გამო, რომელიც მიიღო? ყველაფერი სრულიად კანონის ფარგლებშია. დავითი მკვეთრად წამოდგა, მისი სკამი უკან გადავარდა. ეს ტრიუკია, ხაფანგი. ვერ გამოიყენებთ ამას ჩვენ წინააღმდეგ. გიორგი ფეხზე წამოდგა, თავის ბიძასა და მამინაცვალს პირისპირ შეხვდა. ო, მაგრამ შეგვიძლია და გავაკეთებთ. თქვენ აღიარეთ, რომ დედა ჩემს აიძულეთ ხელი მოეწერა დოკუმენტებზე ცრუ საბაბით. ეს თაღლითობა, წმინდა და მარტივი. ნინო, რომელიც აქამდე ჩუმად იყო, ნელა წამოდგა. მისი ხმა, თუმცა რბილი ატარებდა წონას, რამაც ყველა მას მიაჩერდა. დავით, ვახტანგ, წლების განმავლობაში თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. დამნაშავედ იმის გამო, რომ ხელი მოვაწერე იმ ქაღალდებს, დამნაშავედ იმის გამო, რომ არ ვიყავი უფრო ძლიერი. მაგრამ ახლა ვხედავ სიმართლეს. ერთადერთი დამნაშავეები აქ თქვენ ხართ. თქვენ გიმუხტლეთ ნდობას, რომელიც მოგანიჭეთ. ვახტანგმა სცადა შეწყვეტინება, მაგრამ ნინომ ხელი აწია, გააჩუმა. ჯერ არ დამიმთავრებია. მინდა იცოდეთ, რომ გპატიობთ. არა იმიტომ, რომ იმსახურებთ, არამედ იმიტომ, რომ მე ვიმსახურებ სიმშვიდეს. მაგრამ პატიება არ ნიშნავს, რომ არ იქნება შედეგები.
თქვენ პასუხს აგებთ სამართლის წინაშე იმისთვის, რაც გააკეთეთ. გიორგიმ ხელი დედის მხარზე დაადო, ამაკი მისი სიძლიერით. შემდეგ მიმართა თავის ადვოკატს. გააგრძელეთ ბრალდებით. მინდა სარჩელი წარადგინოთ თაღლითობის, იძულებისა და ემოციური ზიანისთვის. დავითმა დაინახა რა, რომ მისი გეგმა ინგრეოდა, სადა ბოლოს ასოწარკვეთილი საშუალება. გიორგი, იფიქრე, რას აკეთებ? ჩვენ ოჯახი ვართ. ნამდვილად გინდა, რომ ეს საჯარო სკანდალად იქცეს? იფიქრე შენს რეპუტაციაზე, შენს კომპანიაზე. გიორგიმ მშრალი სიცილი გამოსცა. ახლაც უხარ ჩემს რეპუტაციაზე. უნდა გეფიქრა ამაზე, სანამ პრესაში წახვიდოდი შენი ტყუილებით. არა, ბიძა. ეს აქ და ახლა მთავრდება. სანამ ადვოკატები ვახტანგსა და დავითს უახლოვდებოდნენ, რომ იურიდიული დოკუმენტები გადაეცათ, ნინომ გიორგის მკლავი მოჰკიდა. წავიდეთ, შვილო. აღარაფერი გვაქვს აქ გასაკეთებელი. დედა და შვილი დაშორდნენ მაგიდას, დატოვეს ორი გაოცებული და დამარცხებული კაცი. როდესაც მანქანისკენ მიდიოდნენ, ნინო შეჩერდა და ტბისკენ მიმოიხედა. იცი, გიორგი, ჩვენ აქ დავდიოდით, როცა პატარა იყავი. მამა შენი და მე გვყავდი კვირაობით. ეს უფრო ბედნიერი, უფრო მარტივი დრო იყო. გიორგიმ დედა ჩაიხუტა. ჩვენ შევქმნით ახალ ბედნიერ მოგონებებს, დედა. გპირდები. როდესაც ისინი დაშორდნენ რესტორანს, გიორგისაც და ნინოსაც ორივეს ეგრძნო, თითქოს უზარმაზარი ტვირთი მოეხსნათ მხრებიდან. იურიდიული ბრძოლა ჯერ არ დასრულებულიყო, მაგრამ მათ გადადგეს გადამწყვეტი ნაბიჯი სამართლიანობისა და სიმართლისკენ. მანქანაში, სახლისკენ გზაში, ნინომ შვილს შეხედა. გიორგი არის რაღაც, რაზეც ვფიქრობდი. როცა ეს ყველაფერი დასრულდება, მინდა სახლის გაყიდვიდან ფულის ნაწილი გამოვიყენო ფონდის დასაარსებლად. ისეთის, რომელიც დაეხმარება ქალებს, რომლებიც ძალადობისა და ფინანსური მანიპულაციის მსხვერპლი გახდნენ. გიორგიმ გაიღიმა, დედის მიმართ ღრმა სიამაყე იგრძნო. ეს შესანიშნავი იდეაა, დედა. დაგეხმარები ყველაფერში, რაც დაგჭირდება. როდესაც მზე ღრუბლებს შორის გამოჩნდა, განათ და გზამათ წინ, გიორგიმაც და ნინომაც იგრძნეს, რომ დიდი ხნის შემდეგ პირველად მომავალი ნათელი და იმედით სავსე ჩანდა. მომდევნო კვირები ტბასთან კონფრონტაციის შემდეგ იურიდიული და მედია აქტივობის ქარიშხალი იყო. სარჩელის ამბავი ვახტანგისა და დავითის წინააღმდეგ გაჟონა პრესაში, გამოიწვია სენსაციური სათაურები და უსასრულო სპეკულაციები. გიორგი აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ საქმის იურიდიულ ასპექტებს უმკლავდებოდა, არამედ მის პროფესიულ ცხოვრებაზე გავლენასაც. ზოგიერთი ინვესტორი, ნერვიული უარყოფითი საჯაროობის გამო დაიწყო მისი ლიდერობის ეჭვქვეშ დაყენება. ერთ საღამოს, როდესაც გიორგი თავის ოფისში იყო და ცდილობდა ზიანის შეკავებას, მიიღო მოულოდნელი ზარი. გიორგი ციკლაური, კითხა ქალის ხმამხაზის მეორე მხარეს. დიახ, მე ვარ. ვინ რეკავს? უპასუხა გიორგიმ, დაინტერესებულმა. ჩემი სახელია მაკალომიძე. მე ვარ. ვიყავი თქვენი ბიძის, დავითის მდივანი. გიორგი თავის სკამში გასწორდა, უცებ ფხიზლად. რით შემიძლია დაგეხმაროთ, ქალბატონო ლომიძე? პაუზა იყო, სანამ მაკა გააგრძელებდა. მაქვს ინფორმაცია, რომელიც მგონია, რომ დაგაინტერესებთ. ინფორმაცია შეთანხმების შესახებ თქვენს ბიძასა და მამინაცვალს შორის. გიორგის გული უფრო სწრაფად დაიწყო ცემა. გისმენთ? არა ტელეფონით, უპასუხა მაკამ. ჭირდება თქვენი პირადად ნახვა. ეს რთულია. ისინი შეთანხმდნენ დისკრეტულ კაფეში შეხვედრაზე ქალაქის ცენტრში. გიორგიმ ყურადღებით განხილვის შემდეგ გადაწყვიტა არ ეცნობებინა დედისთვის ამ შეხვედრის შესახებ, სანამ ზუსტად არ ეცოდინებოდა, რაზე იყო საუბარი. კაფეში მისვლისას გიორგიმ მაშინვე იცნო მაკა. ის იყო საშუალო ასაკის ქალი, ნერვიულობის აშკარა გამომეტყველებით სახეზე. ქალბატონო ლომიძე, მიესალმა გიორგი, მის წინ დაჯდა. რა ინფორმაცია გაქვთ ჩემთვის? მაკამ ირგვლივ მიმოიხედა, სანამ წინ გადაიხრებოდა. ბატონო ციკლაური, ვმუშაობდი თქვენს ბიძა დავითთან 10 წელზე მეტი. მთელი ამ დროის განმავლობაში ვიყავი მოწმე. რაღაცების, რომლებმაც ღრმად შემაწუხეს. რა სახის რაღაცების? კითხა გიორგიმ, მისი ცნობის მოყვარეობა გაღვივდა. მაკამ კონვერტი ამოიღო თავისი ჩანთიდან და მაგიდაზე გადააცურა. შიგნით არის დოკუმენტების, ელფოსტების და ჩანაწერების ასლები, რომლებიც ამტკიცებს, რომ შეთანხმება თქვენს ბიძასა და მამინაცვალს შორის არ იყო იმპულსური აქტი.
ისინი წლების განმავლობაში გეგმავდნენ. გიორგიმ კონვერტი მოკანკალე ხელებით გახსნა. როგორც კი დოკუმენტებს ათვალიერებდა, მისი სახე გაოცებიდან აღშფოთებაზე და საბოლოოდ რისხვაზე გადადიოდა. ეს დაუჯერებელია, ჩაიბურტყუნა. ამ დოკუმენტების მიხედვით, დავითი და ვახტანგი შეთქმულნი იყვნენ მამაჩემის გარდაცვალებამდეც კი. მაკამ სევდიანად დაუქნია თავი. თქვენი ბიძა ყოველთვის წყენით იყო თავისი ძმის მიმართ. როდესაც მამა თქვენი ავად გახდა, დავითმა შესაძლებლობა დაინახა. მიუახლოვდა ვახტანგს, დახპირდა მემკვიდრეობის ნაწილს, თუ დაეხმარებოდა თქვენი დედის მანიპულაციაში. გიორგი იგრძნო, თითქოს ჰაერი არ ყოფნიდა. რატომ მიჩვენებთ ამას ახლა? მაკამ მზერა დახარა. ცხოვრობდი ამ დანაშაულის გრძნობით ძალიან დიდხანს. როდესაც ვნახე ახალი ამბების არჩელის შესახებ, ვიცოდი რომ დროა, სწორი რამ გავაკეთო. გიორგიმ შეისწავლა ქალი მის წინ. აცნობიერებთ, რომ ამას შეიძლება თქვენთვისაც სერიოზული იურიდიული შედეგები მოჰყვეს? მაკამ თავი დაუქნია. ვიცი. მზად ვარ ჩვენება მივცე, თუ საჭირო იქნება. აღარ შემიძლია ამის თანამზრახველი ვიყო. გიორგიმ დოკუმენტები აიღო და ფრთხილად შეინახა. გმადლობთ, ქალბატონო ლომიძე. არ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს. მაკასთან დამშვიდობების შემდეგ, გიორგი პირდაპირ თავისი ადვოკატების ოფისისკენ გაემართა. ახალი მტკიცებულება არა მხოლოდ გააძლიერებდა მათ საქმეს, არამედ შესაძლოა სისხლის სამართლის ბრალდებებამდეც მieყვანა დავითი და ვახტანგი. იმ საღამოს, როდესაც ბოლოს სახლში დაბრუნდა, თავისი დედა დახვდა, მისაღებ ოთახში ელოდა. გიორგი, სად იყავი? ვღელავდი, თქვა ნინომ, შეამჩნია რაშვილის სერიოზული გამომეტყველება. გიორგი დედის გვერდით დაჯდა და ხელები თავის ხელებში ჩაიქცია. დედა არის რაღაც, რაც უნდა იცოდე. დღეს მივიღე ინფორმაცია, რომელიც ყველაფერს ცვლის. როდესაც გიორგი ყვებოდა მაკასთან შეხვედრას და აჩვენებდა დოკუმენტებს, ნახა როგორ გაიარა დედის სახემ ემოციების სპექტრმა, შოკი, ტკივილი, რისხვა და ბოლოს ღრმა სევდა. ვერ დავიჯერებ, ჩაიბურტყუნა ნინო, წრემლები ჩამოგვერდა მის ლოხებზე. ყველა ეს წელი. როგორ შეეძლოთ ასეთი სასტიკი ყოფილიყვნენ? გიორგიმ დედა ჩაიხუტა, გრძნობდა მის ტკივილს. ძალიან მწუხვარ დედა. მაგრამ ახლა გვაქვს სიმართლე ჩვენს მხარეს. ვაიძულებთ, რომ გადაიხადონ იმისთვის, რაც გააკეთეს. ნინომ წრემლები მოიწმინდა და შვილს შეხედა გადაწყვეტილებით. მართალი ხარ. აღარაფერი საიდუმლოებები, აღარაფერი მანიპულაციები. დროა სიმართლე გამოაშკარავდეს. როდესაც დედა და შვილი ერთმანეთს ეხუტებოდნენ, ორივე მიცოდა, რომ გზა, რომელიც წინ ჰქონდათ, არ იქნებოდა იოლი. მაგრამ ისინი ერთად იყვნენ და სიმართლე მათ მხარეს იყო, თავს უძლეველად გრძნობდნენ. მაკას გამჟღავნებამ თამაში სრულიად შეცვალა. ახლა არა მხოლოდ იბრძოლებდნენ, რომ დაიბრუნონ ის, რაც მათ ეკუთვნოდათ, არამედ ასევე გამოაშკარავებდნენ წლების განმავლობაში სიცრუესა და მანიპულაციას. იურიდიული ბრძოლა, რომელიც მოახლოვებული იყო, ეპიკური იქნებოდა და გიორგიც და ნინოც მზად იყვნენ, შეხვედროდნენ მას მთელი ძალით. მომდევნო თვეები იურიდიული მზადების ქარიშხალი იყო. საქმე ციკლაური ბერიძისა და ციკლაურის წინააღმდეგ, როგორც მედიამ შეარქვა, მთელი ქალაქის საუბრის თემა გახდა. გამჟღავნება მრავალწლიანი შეთქმულების შესახებ დავითსა და ვახტანგს შორის ამატებდა დრამის დონეს, რომელიც ყველას დაძაბულობაში ამყოფებდა. სასამართლოს დღე ბოლოს დადგა. სასამართლო დარბაზი გადავსებული იყო, ჟურნალისტები და ცნობისმოყვარენი იბრძოდნენ ადგილის მოსაპოვებლად. გიორგი და ნინო ერთად შევიდნენ, მათი სახეები სერიოზული, მაგრამ გადაწყვეტილი. მზად ხარ ამისთვის, დედა? კითხა გიორგიმ ჩუმად, როდესაც დასხდნენ. ნინომ შვილის ხელი მოუჭირა. უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, შვილო. დროა, სიმართლე გაირკვეს. დარბაზის მეორე მხარეს ვახტანგი და დავითი დასხდნენ თავიანთ ადვოკატებთან ერთად, მათი სახეები დაძაბული და ფერმკრთალი. მაკალომიძის მიერ მოწოდებულმა მტკიცებულებამ დამანგრეველი დარტყმა მიაყენა მათ დაცვას. მოსამართლე შევიდა და სასამართლო დაიწყო. დღეების განმავლობაში წარმოდგენილი იყო ჩვენებები და მტკიცებულებები. მაკალომიძე ამაღლდა მოწმის სკამზე და მოყვა მოკანკალე, მაგრამ მტკიცე ხმით, წლების განმავლობაში მანიპულაციებისა და სიცრუის შესახებ. ელფოსტები და დოკუმენტები, რომლებიც მან წარმოადგინა, წარმოდგენილი იყო როგორც მტკიცებულებად დახატა დამაიმედებელი სურათი შეთქმულების შესახებ. როდესაც ნინოს ჯერი დადგა, ჩვენება მიეცა, დარბაზი სრულ სიჩუმეში ჩაიძირა.
მკაფიო და მტკიცე ხმით, მან მოყვა წლების განმავლობაში ემოციური ძალადობისა და ფინანსური მანიპულაციის შესახებ. წლების განმავლობაში მჯეროდა, რომ ეს ჩემი ბრალი იყო, თქვა ნინომ, პირდაპირ შეხედა ვახტანგს და დავითს. მჯეროდა, რომ ცუდი გადაწყვეტილებები მივიღე. მაგრამ ახლა ვიცი სიმართლე. მე ვიყავი გამიზნული გეგმის მსხვერპლი, არა მხოლოდ, მაგრამ ახლა ვიცი სიმართლე. მე ვიყავი გამიზნული გეგმის მსხვერპლი, არა მხოლოდ ჩემი ქონების სასართმევად, არამედ ჩემი ღირსების სასართმევადაც. გიორგი უყურებდა დედას სიამაყით, აღფრთოვანებული მისი სიძლიერითა და სიმამაცით. როდესაც დაცვის ჯერი დადგა ვახტანგისა და დავითის ადვოკატებმა სცადეს ჩვენებების დისკრედიტაცია, ამტკიცებდნენ, რომ ყველაფერი გაუგებრობა იყო, უბრალოდ ბიზნეს შეთანხმება, რომელიც ცუდად წავიდა. მაგრამ მტკიცებულება მათ წინააღმდეგ იყო დამთრგუნველი. ბოლოს, კვირების განმავლობაში ჩვენებებისა და არგუმენტების შემდეგ, დადგა ვერდიქტის დრო. დაძაბულობა დარბაზში ხელშესახები იყო, როდესაც მოსამართლე ემზადებოდა სალაპარაკოდ. საქმეში ციკლაური ბერიძისა და ციკლაურის წინააღმდეგ ეს სასამართლო პოულობს ბრალდებულებს, ვახტანგ ბერიძეს და დავით ციკლაურს, დამნაშავედ თაღლითობაში, იძულებასა და ემოციურ ზიანში. ჩურჩული გაისმა დარბაზში. ნინომ თვალები დახუჭა, შვების ცრემლები ჩამოუგორდა ლოყებზე. გიორგი მის მაგრად ჩაიხუტა. მოსამართლე განაგრძობდა, ბრძანებ ქონების დაუყოვნებლივ დაბრუნებას ნინო ციკლაურისთვის. გარდა ამისა, ბრალდებულებმა უნდა გადაიხადონ მნიშვნელოვანი კომპენსაცია ზიანისა და ზარალისთვის. ეს სასამართლო ასევე რეკომენდაციას უწევს, რომ გაიხსნას სისხლის სამართლის გამოძიება ბრალდებულთა ქმედებების შესახებ. როდესაც ვახტანგი და დავითი გაჰყავდათ დარბაზიდან, მათი სახეები შოკისა და ურწმუნოების ნაზავი, გიორგი დედისკენ მიბრუნდა. დასრულდა, დედა. ჩვენ გავიმარჯვეთ. ნინომ გაიღიმა ცრემლების მიღმა. არა, შვილო. ჩვენ არა მხოლოდ გავიმარჯვეთ. ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი ღირსება, ჩვენი სიმართლე. სასამართლოდან გამოსვლისას მათ შეხვდა რეპორტიორებისა და კამერების ნაკადი. გიორგიმ დედის დაცვით ჟურნალისტების ნაკადისგან გააკეთა მოკლე განცხადება. დღეს სამართლიანობამ გაიმარჯვა. ეს საქმე არ იყო მხოლოდ ქონების ან ფულის შესახებ. ეს იყო წლების განმავლობაში მანიპულაციისა და ძალადობის გამოაშკარავების შესახებ. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ისტორია შთააგონებს სხვებს იბრძოლონ სიმართლისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძლიერია მათი მოწინააღმდეგეები. იმ საღამოს სასახლეში დაბრუნებულები, გიორგი და ნინო ტერასაზე ისხდნენ, მზის ჩასვლას უყურებდნენ. სიჩუმე მათ შორის კომფორტული იყო, სავსე გაუთქმელი, მაგრამ ღრმად განცდილი ემოციებით. იცი, შვილო, თქვა ბოლოს ნინომ. მიუხედავად ყველა ტკივილისა და სირთულისა, მადლიერი ვარ. გიორგიმ გაოცებით შეხედა. მადლიერი? ნინომ თავი დაუქნია. დიახ. იმიტომ, რომ ყველაფერმა ამან უფრო მეტად დაგვაახლოვა, ვიდრე ოდესმე. და იმიტომ, რომ ახლა გვაქვს შესაძლებლობა, გამოვიყენოთ ჩვენი გამოცდილება სხვების დასახმარებლად. გიორგიმ გაიღიმა, გაახსენდა დედის იდეა ფონდის შექმნის შესახებ. მართალი ხარ, დედა. და გპირდები, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ მხარი დაგიჭირო ამ მისიაში. როდესაც მზე ჰორიზონტზე ჩადიოდა, დედამ და შვილმა იგრძნეს, რომ მათი ცხოვრების ახალი თავი იწყებოდა. ერთი სავსე იმედით, მიზნით და უპირველეს ყოვლისა დაურღვეველი სიყვარულით მათ შორის. თვეები, რომლებიც სასამართლოს მოჰყვა, იყო ღრმა ტრანსფორმაციის პერიოდი გიორგისა და ნინოსთვის. იურიდიული გამარჯვება იყო მხოლოდ გამკურნებისა და ხელახალი აღმოჩენის მოგზაურობის დასაწყისი. ნინო, ერთგული თავისი სიტყვის, მთელი სულითა და გულით მიეძღვნა ახალი განთიადის ფონდის შექმნას ორგანიზაციას, რომელიც მიზნად ისახავდა ემოციური და ფინანსური ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარებას. გიორგი, შთაბეჭდილი დედის ვნებითა და ერთგულებით, არა მხოლოდ ფინანსურად უჭერდა მხარს ინიციატივას, არამედ აქტიურად ჩაერთო მის განვითარებაში. ერთ მზიან საღამოს, როდესაც ისინი ფონდის ოფისში მუშაობდნენ, ნინომ მოულოდნელი ზარი მიიღო. ნინო! მე ვარ, ელენე. ნინომ მაშინვე იცნო თავისი ყოფილი მეზობლისა და მეგობრის ხმა. ელენე, რა სიურპრიზია. როგორ ხარ? პაუზა იყო ხაზის მეორე მხარეს. ნინო, არის რაღაც, რაც უნდა იცოდე. ეს ვახტანგს ეხება. ნინოს გული შეტოკდა. რა არის მასთან დაკავშირებით? ის საავადმყოფოშია, უპასუხა ელენემ. მას გული შეუტია სასამართლოს შემდეგ ცოტა ხანში. ექიმები არ ფიქრობენ, რომ დიდ ხანს დარჩა. ნინო უსიტყვოდ დარჩა.
ყველაფრის მიუხედავად რაც მოხდა, ახალმა ამბავმა ღრმად შეძრა. გიორგიმ შეამჩნია რა ფერმკრთალობა დედის სახეზე, შეშფოთებით მიუახლოვდა. დედა, რა ხდება? ნინომ ახალი ამბავი უთხრა, ხედავდა როგორ იცვლებოდა შვილის სახე გაოცებიდან დაბნეულობაზე. რა გინდა გააკეთო? ნაზად ჰკითხა გიორგიმ. ნინომ თვალები დახუჭა, ღრმად სუნთქავდა. გჭირდება მისი ნახვა, თქვა ბოლოს. ვიცი რომ გიჟურად ჟღერს ყველაფრის შემდეგ რაც მოხდა, მაგრამ გჭირდება ამ თავის დახურვა. გიორგიმ თავი დაუქნია გაგებით. გაგაცილებ. საავადმყოფო იყო თეთრი დერეფნების ლაბირინთი და სადეზინფექციო საშუალების სუნი. როდესაც ბოლოს ვახტანგის ოთახამდე მიაღწიეს, ნინომ ერთი წუთით ყოყმანი გამოხატა, სანამ შევიდოდა. ვახტანგი იწვა საწოლზე, მიერთებული რამდენიმე მანქანასთან. ის გაცილებით უფრო ხნიერი და სუსტი ჩანდა, ვიდრე ნინოს ახსოვდა. მისი დანახვისას მისი თვალები გაოცებით გაიხსნა. ნინო, ჩაიბურტყუნა სუსტი ხმით, რას აკეთებ აქ? ნინო მიუახლოვდა საწოლს, გიორგი გვერდით ედგა როგორც ჩუმი მცველი. ელენემ მითხრა რა მოხდა. ვიგრძენი რომ უნდა მოვსულიყავი. ვახტანგმა თვალები დახუჭა, მარტო სული ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე. ვწუხვარ, თქვა ბოლოს. ვიცი რომ საკმარისი არ არის, მაგრამ ძალიან ვწუხვარ. ნინო მიგრძნო რომ გული შეეკუმშა. წლების განმავლობაში რისხვისა და წყენის გრძნობები თითქოს ვნებოდა მის წინაშე გატეხილი კაცის ხილვით. კვატიობ ვახტანგ, თქვა ნაზად. არა შენთვის, არამედ ჩემთვის. იმიტომ რომ მჭირდება ამ ტვირთისგან განთავისუფლება. ვახტანგმა თვალები გახსნა, შეხედა მას მადლიერებისა და სირცხვილის ნაზავით. არასდროს დაგიმსახურებია ნინო. იმედი მაქვს იპოვი ბედნიერებას, რომელიც ყოველთვის უნდა გქონოდა. გიორგი, რომელიც აქამდე ჩუმად იყო, წინ გადადგა ნაბიჯი. ვახტანგ, ვიცი რომ არასდროს ვიყავით ახლოს, მაგრამ ვწუხვარ რომ საქმეები ასე დასრულდა. ვახტანგმა შეხედა ახალგაზრდას, რომელიც ერთ დროს მისი გერი იყო. მიხედე დედა შენს, გიორგი. ის არაჩვეულებრივი ქალია. ვიცი, უპასუხა გიორგიმ, ნინოს ხელს ხელი მოჰკიდა. დავიზრუნებ. საავადმყოფოდან გამოვიდნენ სიჩუმეში, თითოეული ჩაძირული საკუთარ ფიქრებში. ნინომ ბოლოს დაარღვია სიჩუმე. იცი, შვილო. გონი ბოლოს და ბოლოს შემიძლია წარსულის გაშვება. ვახტანგმა საშინელი შეცდომები დაუშვა, მაგრამ ბოლოს ის მხოლოდ ადამიანია, გატეხილი საკუთარი ქმედებებით. გიორგიმ დედა ჩაიხუტა. ვამაყობ შენით, დედა. შენი სიძლიერე და პატიების უნარი შთამაგონებელია. მომდევნო დღეებში ნინო კიდევ უფრო ჩაეფლოფონდის საქმეებში. ყოველი ქალი, ვისაც ეხმარებოდნენ, ყოველი ცხოვრება, რომელსაც შეეხნენ, იყო პირადი გამარჯვება ბოროტმოქმედებისა და მანიპულაციის წინააღმდეგ, რომელიც მან თვითონ გადაიტანა. გიორგიმ, თავის მხრივ, დაიწყო თავისი პრიორიტეტების გადაფასება. ბიზნეს წარმატება, რომელიც ერთ დროს მისი ერთადერთი მიზანი იყო, ახლა ცარიელი ჩანდა სხვების დახმარების კმაყოფილებასთან შედარებით. ერთ საღამოს, როდესაც ერთად ვახშმობდნენ ტერასაზე, გიორგიმ გაუზიარა გადაწყვეტილება დედას. დედა, ფიქრობდი. მინდა ფონდს მეტი დრო დავუთმო. სინამდვილეში ვფიქრობ კომპანიის ხელმძღვანელობის ლევანისთვის გადაცემაზე და სრულად სოციალურ სამუშაოზე ფოკუსირებაზე. ნინომ შვილს შეხედა გაოცებისა და სიამაყის ნაზავით. დარწმუნებული ხარ, შვილო? იმდენი იმუშავე შენი კომპანიის ასაშენებლად. გიორგიმ გაიღიმა. არასდროს ყოფილვარ ასე დარწმუნებული რამეში ჩემს ცხოვრებაში. ვხედავ გავლენას, რომელსაც ვახდენთ, განსხვავებას, რომელსაც ვქმნით. ეს უფრო ღირებულია, ვიდრე ნებისმიერი ბიზნეს წარმატება. ნინომ შვილის ხელი აიღო, მისი თვალები ბედნიერების ცრემლებით ბრწყინავდა. ისევ ვამაყობ შენით, გიორგი. მამა შენი სიხარულით სავსე იქნებოდა, ახლა რომ დაგინახოს. როდესაც მზე ჰორიზონტზე ჩადიოდა, დედამ და შვილმა მომავალი იმედითა და გადაწყვეტილებით გაიაზრეს. ისინი გაიარეს საშინელ ქარიშხლებს, მაგრამ ახლა ბოლოს და ბოლოს, ცა თითქოს იწმინდებოდა. სიმდიდრე, რომელიც ერთ დროს სიხარბისა და მანიპულაციის წყარო იყო, ახლა ბევრი ადამიანისთვის ცვლილებისა და იმედის ინსტრუმენტი გახდებოდა. და ყველაფრის გულში იყო დაურღვეველი სიყვარული დედასა და შვილს შორის, სიყვარული, რომელმაც გაუძლო ყველა გამოცდას და მიიყვანა ისინი ახალ განთიადამდე. ერთი წელი გავიდა იმ დღიდან საავადმყოფოში. ახალი განთიადის ფონდი გახდა იმედის შუქურა მთელი ქალაქის ქალებისთვის და მის მიღმაც.
ნინო თავისი პირადი გამოცდილებით და თანაგრძნობის სავსე გულით გახდა პატივცემული ფიგურა სოციალური სამუშაოს სფეროში. გიორგი ერთგული თავისი სიტყვის დატოვა თავისი კომპანიის ხელმძღვანელობა ლევანის ხელში და სრულად მიეძღვნა ფონდს. მისი ბიზნეს გამოცდილება აღმოჩნდა ფასდაუდებელი ორგანიზაციის მოქმედების არეალისა და გავლენის გაფართოებისთვის. ერთ მზიან დილას, როდესაც ნინო ამზადებდა საუზმეს სასახლის სამზარეულოში ამოცანა, რომელიც ახლა სიამოვნებდა როგორც სიყვარულის აქტი, არა ვალდებულება, გიორგი შემოვიდა იდუმალი ღიმილით სახეზე. დილა მშვიდობისა, დედა, მიესალმა, ლოყაზე აკოცა. მაქვს სიურპრიზი შენთვის. ნინომ ცნობის მოყვარეობით შეხედა. სიურპრიზი? რაზეა საუბარი? გიორგიმ კონვერტი ამოიღო ჯიბიდან და გადასცა. გახსენი, თქვა ძლივს შეკავებული აღფრთოვანებით. ნინომ კონვერტი გახსნა და ოფიციალური დოკუმენტი ამოიღო. როდესაც კითხულობდა, მისი თვალები გაოცებით გაფართოვდა. გიორგი, ეს არის ის, რასაც ვფიქრობ. გიორგიმ თავი დაუქნია, მისი ღიმილი გაფართოვდა. დიახ, დედა. ფონდი შეირჩა ეროვნული თემის სამსახურის ჯილდოს მისაღებად. შენი სამუშაო, შენი ერთგულება ეროვნულ დონეზე იქნა აღიარებული. ნინომ ხელი პირზე აიფარა, სიხარულის ცრემლები თვალებიდან მოსდიოდა. ვერ ვიჯერებ. ეს შესანიშნავია. გიორგიმ დედა მაგრად ჩაიხუტა. დაიმსახურე, დედა. ისე მძიმედ იმუშავე, იმდენ ქალს დაეხმარე. ეს აღიარება მხოლოდ მცირე გამოხატულებაა იმ გავლენის, რაც გქონდა. როდესაც ისინი ერთმანეთს ეხუტებოდნენ, კარზე ზარის ხმა გაისმა. თამარა, ეკონომი, გავიდა საპასუხოდ და რამდენიმე წუთში დაბრუნდა უზარმაზარი ყვავილების თაიგულით. ქალბატონო ნინო, ეს თქვენთვის მოიტანეს, თქვა მან, თაიგული გადასცა. ნინო, გაოცებული, ბარათს ეძებდა ყვავილებს შორის. როდესაც წაიკითხა, მისი სახე დარბილდა ემოციების ნაზავით. ეს დავითისგან არის, თქვა ჩუმად. გიორგი მაშინვე დაიძაბა. დავითისგან. რა უნდა ახლა? ნინომ ბარათიშვილს გადასცა. მასში, მოკანკალე ხელწერით, ეწერა. ნინო, გავიგე ჯილდოს შესახებ. გილოცავ. ვიცი, რომ ჩემი სიტყვები ალბათ ცოტას ნიშნავს ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა, მაგრამ მინდა იცოდე, რომ ნამდვილად ვნანობ ჩემს ქმედებებს. დრომ ციხეში მაფიქრებინა ღრმად. ვერასდროს გამოვასწორებ ზიანს, რომელიც მოგაყენე, მაგრამ მინდა იცოდე, რომ ღრმად ვაფასებ სამუშაოს, რომელსაც აკეთებ. იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს შეძლებ იპოვო შენს გულში ძალა, რომ მაპატიო, თუმცა ვიცი, რომ არ ვიმსახურებ. გულწრფელი სინანულით, დავითი. გიორგიმ დედას შეხედა, დაურწმუნებელი, როგორ ემოქმედა. ნინომ ბარათი აიღო და გულთან მიიტანა. პატიება მოგზაურობაა, შვილო, თქვა ნაზად. არ ვიცი, შევძლებ თუ არა ოდესმე სრულად დავითის პატიებას, მაგრამ ის ფაქტი, რომ მან ეს ნაბიჯი გადადგა. რაღაცას ნიშნავს. გიორგიმ ნელა დაუქნია თავი. შესანიშნავი ხარ, დედა. შენი უნარი დაინახო სიკეთე ადამიანებში, ყველაფრის შემდეგ, რაც გადაიტანე. შთამაგონებელია. ნინომ გაიგიმა, თაიგული ლარნაკში მოათავსა. ცხოვრება ძალიან მოკლეა წყენის ჩასაჭიდებლად, შვილო. რაც დავითმა და ვახტანგმა გააკეთეს, საშინელი იყო, მაგრამ არ დაუშვებ, რომ ეს განსაზღვრავდეს ჩემი ცხოვრების დანარჩენ ნაწილს. მირჩევნია, ფოკუსირებული ვიყო იმ სიკეთეზე, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. როდესაც ისინი დასხდნენ საუზმობისთვის, საუბარი გადავიდა ფონდის სამომავლო გეგმებზე. ისინი საუბრობდნენ პროგრამების გაფართოებაზე, მეტი გაჭირვებული ქალის მისაღწევად, საზოგადოებაში ნამდვილი ცვლილების შესაქმნელად. იცი, დედა, თქვა გიორგიმ, როდესაც ყავას ამთავრებდნენ, როდესაც ბავშვი ვიყავი, ყოველთვის მეოცნებებოდა, ყოფილიყავი მდიდარი და ძლიერი. ჯეროდა, რომ ეს გამაბედნიერებდა. მაგრამ ახლა ხვდები, რომ ნამდვილი სიმდიდრე იმაშია, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ სხვებისთვის. ნინომ შვილის ხელი აიღო, მისი თვალები სიამაყითა და სიყვარულით ბრწყინავდა. და ეს, ჩემო ძვირფასო შვილო, არის ყველაზე ღირებული გაკვეთილი. ნამდვილი სიმდიდრე არ იზომება ფულით, არამედ დადებითი გავლენით, რომელსაც ვტოვებთ სამყაროში. როდესაც მზეცაზე ამოდიოდა სამზარეულო თავისი თბილი შუქით განათდა, დედამ და შვილმა გაიზიარეს ურთიერთგაგებისა და ურთიერთმადლიერების მზერა. ისინი გაიარეს საშინელ ქარიშხლებს, გაუმკლავდნენ ღალატსა და იმედგაცრუებას, მაგრამ ბოლოს იპოვეს რაღაც ბევრად უფრო ღირებული ვიდრე ნებისმიერი მატერიალური სიმდიდრე, იპოვეს მიზანი, საერთო მისია და დაურღვეველი სიყვარული მათ შორის.
გზა, რომელიც წინ ელოდათ სავსე იყო დაპირებებითა და გამოწვევებით, მაგრამ მზად იყვნენ მათთან შესახვედრად ერთად. ახალი განთიადის ფონდი იყო მეტი, ვიდრე უბრალოდ პროექტი. ის იყო მათი სიმტკიცის, მათი თანაგრძნობისა და მათი გადაწყვეტილების დადასტურება, გადაექციათ თავიანთი წარსული ტკივილი იმედად სხვებისთვის. როდესაც ისინი ემზადებოდნენ ფონდში სამუშაოს კიდევ ერთი დღისთვის, გიორგი მაც და ნინო მაც იცოდნენ, რომ რაც არ უნდა მოეტანა მომავალს, ისინი შეხვდებოდნენ ყოველ გამოწვევას ძალით, რომელიც მხოლოდ ნამდვილ სიყვარულსა და საერთო მიზანს შეუძლია უზრუნველყოს. და ასე მადლიერებისა და გადაწყვეტილების სავსე გულებით, დედა და შვილი შეუდგნენ ახალ დღეს, მზად რომ გაეგრძელებინათ თავიანთი ისტორიის წერა გამოსყიდვის, სიყვარულისა და სხვების მსახურების შესახებ. ნამდვილი სიმდიდრე აღმოაჩინეს მათ არ იყო დამალული საბანკო ანგარიშებში ან ქონებაში, არამედ სიყვარულისა და თანაგრძნობის გარდამქმნელ ძალაში.